სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ ამ კვირაში გვაქვს დღესასწაულები და მოდი პირველ რიგში ამაზე ვიტყვის, ანუ სახარების შესახებ ვიტყოდეთ. ესე იგი, ბარბარობა არის ოთხშაბათს. წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენება. ამიტომ ჩვენ ესე იგი მსახურება ჩავატაროთ სამშაბათ ღამით. აი 10 საათზე რომ დავიწყოთ. 10 საათზე რომ დავიწყოთ, სადღაც ღამის 2 საათზე მორჩება და დასვენებასაც მოასწრებს ადამიანი და თუ სამუშაო აქვს, იქაც მოასწრებს. ნიკოლოზობას, ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში წავიდე, იქ გავიზარდე ფაქტიურად, ესე რომ ვთქვათ და ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ რომ დღეც იქ მოვძანეთ, იქ დაესწროთ. იქ ჯერ არ ვიცი რომელ საათზე იქნება, ღამით იქნება თუ დილით წირვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 4 შაბათს საღამოს ჩვენ შევხვდებით პარაკლისზე და იქ უკვე გვეცოდინება როგორ და რანაირად იქნება. შაბათს წირვას ისევ სოფელში ჩავატარებთ, რადგან შუაკვირაში აქ უწევს ბარბარობას წირვა. რაც შეეხება დღევანდელ სახარებას, ჩვენ ეს არაერთხელ წაგვიკითხავს, ვინც სახში კითხულობს, მით უფრო მეტჯერ ექნება ეს წაკითხული და გააზრებულიც მათ შორის ალბათ. მაცხოვართან მიდის ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი და ეკითხება, მოძღვარო, სახიერო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო. უფალი ეუბნება, რატომ მეუბნევიო, ასე მოძღვარო კეთილო, სახიერი ხო კეთილია. არავინ არისო კეთილიო, ანუ სახიერიო, ღვთის გარდაო. ეხლა შეიძლება განმარტების გარეშე, წმინდა მამებისეული განმარტების გარეშე რომ შეხედო, იფიქრო, რომ რატო ეუბნება უფალი, რომ არავინ არის ღვთის გარდა კეთილიო და რატომ მეუბნები მე ასეო კეთილო მოძღვარო, რატომ მომართო, თითქოს თვითონ არ არის ღმერთიო? შეიძლება ვიღაცამ ასე იფიქროს, რომ თვითონაც ხო ღმერთია და რატო ამბობს ასე, რატომ მომართო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავად აი ამ ახალგაზრდა კაცის დამოკიდებულება არ იყო ასეთი, რომ ღმერთთან მიდიოდა. ის მისი შეგნებით კეთილ მოძღვართან მიდიოდა. მან არ იცოდა, რომ ის განკაცებული ღმერთია. ამიტომაც უფალი ეუბნება ასე, რომ არავინ არ არის კეთილი გარდა ღვთისა და თუ ვინმე არის კეთილი, ისიც ღვთისგან აქვს მიღებული ეს სიკეთე. ისევე როგორც არც მთარე და არც ვარსკვლავები თავისით არ გამოსცემენ ნათელს, თუ მზისაგან არ ირეკლავენ ამას. თავისთავად ადამიანში არ არის ეს სიკეთე, თუ არა ღვთისაგან. ღმერთმა შექმნა ადამიანი ასეთი, კეთილად შექმნა ღმერთმა ადამიანი. იციო, ცნებები იციო და დაიცავიო ეს ცნებებიო, რომელიო და უფალი ჩამოუთვლის. იქ სხვაგვარად ჩამოუთვლის, არა ისე როგორც ის 10 ცნება არის პირდაპირ. ასედაც ამბობენ სახარების განმარტებლები, რომ იმიტომ ჩამოუთვლის იმ თანმიმდევრობით, როგორც აქ არის, რომ არა იმუშო, არა კაცკლა და ასე შემდეგ. ახალგაზრდა კაცისთვის ესენი უფრო მეტად საცდური შეიძლება იყოს და ეტყვის, პატივიეცი მამასა შენსა და დედასა შენსა. და ეს ყველაფერიო სიჭაბუკიდან დავიცავიო და რაღა მაკლიაო მე. და უფალი ეუბნება, წადიო და გაყიდეო შენი მონაგებიო, მიეცი გლახაკებსო და გამომყევი მეო. და საუნჯე გექნება ზეცაში დაუნჯებულიო, დაგროვილი. და ეს კაცი წავიდა დამწუხრებული, რადგან ფრიად მდიდარი იყო, ძალიან მდიდარი იყო. მაცხოვარი ეუბნება მოწაფეებს, რომ როგორ ძნელიაო მდიდარი ადამიანი შევიდესო სასუფეველშიო. შემდეგ უფრო დაწვრილებით ეუბნება, ვინც სიმდიდრეზეა დამოკიდებულიო, დაიმედებული სიმდიდრეზე, ასეთი რომ შევიდესო სასუფეველშიო, როგორი ძნელიაო. აკლემი უფრო გაძვრებაო ნემსის ყუნჩიო, ვიდრე მდიდარი შევაო სასუფეველში.
და შეიგი ნახეთ მაცხოვარი ასეულნია ჯერ ამ კაცის განწყობა შევხედოთ დღეს ახლა ბევრი ახალგაზრდა კაცია ვინც ამას ფიქრობს რომ რა გავაკეთო უფალო რომ სული გადავისჩინო აი მორწმუნეთა შორისაც კი მე არ ვამბობ იმაზე ვინც ეკლესიის გარეთ არის და ამაზე საერთოდ არ ფიქრობს მე ვამბობ მორწმუნეთა შორისაც კი განა ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი ვფიქრობთ რომ რა გავაკეთო უფალო რომ გადავრჩი რომ სული გადავირჩინო რომ მარადიული სატანჯველიც და მარადიული სასუფეველიც მე მელოდება ორივე მელოდება ესე იგი და მე რა გავაკეთო რომ ერთს გადავრჩე და მეორე დავიმკვიდრო ან მრავალი ჩვენგანი ფიქრობს რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ქრისტეს მცნებებს აღასრულებს თუ არ აღასრულებს ან სულაც ჩვენს გულში ჩავიხედოთ რამდენმა იცის თუნდაც 10 მცნება და სახარებიდან ჩვენ ვიცით რომ მხოლოდ 10 კი არ არის ეს მცნება უამრავია ის რაც უფალმა გვითხრა მაგრამ თუნდაც ის 10 მცნება თუნდაც ესე რომ გაიაზროს ახლა ჩვენს გონებაში მრავალი ჩამოვთვლით ამ 10 მცნებას სამწუხაროდ რომ ვერ ჩამოვთვლით აი ამაშია კიდე ერთი პრობლემა ვერ ჩამოვთვლით და თუ არ ვიცით რა შევასრულოთ, მაშინ როგორ შევასრულებთ. და თუ ვიცით, უნდა ვიფიქროთ კიდე იმაზე, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენად სრულდება. ეს იმიტომ კი არ უნდა ვისწავლოთ, რომ ვიღაცას თავი მოვაწონოთ, რომ მე შენზე უკეთ ვიცი. საზეპირო კი არ არის ეს მარტო, საზეპიროსთვის კი არ არის. ეს იმისთვის არის, რომ ჩვენ დავფიქრდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ მე დღეს აი ამ ცნებების შუქზე რომ შევხედო ჩემს თავს რამდენად უერთგულე უფალს. საერთოდაც ადამიანი დილით რო ადგება პირველ რიგში როგორც უწმინდესმა პატრიარქმა თქვა უნდა მადლობა უთხრას ღმერთს რომ გაუთენდა ის დილა. ასე არ ვამბობ დილის ლოცვაში ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ უფალს მადლობთ რომ მიუხედავად ჩვენი უღირსებისა მაინც რო გაგვითენდა ეს დღე და მაინც კიდევ ერთი დღე მოგვეცა უფლისადმი ერთგულების აი ესეც უნდა შესთხოვოს თუნდაც თავის სიტყვებით უფალს უფალო მომანიჭე ძალა რომ შენი ერთგულებით გავატარო ეს დღე ეს ერთი დღე შენი ერთგულებით გავატარო წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ რამეს ამბობს კეთილგონიერი ქრისტიანი ყოველ საღამოს გამოიკვლევს თავის სულიერ მდგომარეობას. ჩვენ სამწუხაროდ აი უნდა ითქვას, ჩვენ ახლა პატარებისგან დიდებს პატარებისგან გაგვიშვერია ხელი, მაგრამ აბა საკუთარ თავს კითხოთ. ძილის წინ განა ყველა გადავდებთ იმ ეკრანებს და იმ ტექნიკურ საშუალებებს რაც არის და ვფიქრობთ ჩვენ ცოდვებზე. მე მგონია რომ არ ვფიქრობთ. იმიტომ რომ ადამიანი რო ამაზე ფიქრობდეს, აუცილებლად ნელ-ნელა შეიცვლებოდა. მაგრამ ჩვენი ერთი და იგივე აღსარებები წლის განმავლობაში რო შეადარო, აი საბავშვო საიმებში რო ახome, ილუსტრაციებში რო იპოვე 5 განსხვავება, ან რაღაც ესეთი ხო ახome. შეიძლება ჩვენს აღსარებებს შორის წლის თავში და წლის ბოლოს აი 5 განსხვავება ვერ იპოვო. შეიძლება ვერ იპოვო, ან გაგიჭირდეს მაინც თუ მიაგნე. იმიტომ იმდენად ერთი და იგივეა. და რატო ერთი და იგივე? ჩვენ მექანიკურად ვამბობთ ამას და აი საღამოთი რომ დაწყება, საუკეთესო შემთხვევა ეს არის. ან საღამოს ლოცვის წინ ან რომ დაწყება დასაძინებლად, აი თავისი პირადი დროა უნდა დაიძინოს. უნდა იფიქროს, აი დილით რომ ავდექი, როგორ მოვიქეცე. რა დავაყენე პირველ ადგილზე, ლოცვა თუ რაღაცა პირადი საქმე. როგორ მივესალმე ოჯახის წევრებს, შვილებს, მშობლებს, როგორ დავალოცინე თავი თუ მშობლებთან ერთად ცხოვრობთ, როგორც პატრიარქი გვეუბნება, დაალოცინეთ თავი, ხელზე ემთხვიეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არაერთხელ თქმულს, ჩვენ სამწუხაროდ გვერიდება რომ მშობლებთან მივიდეთ და თავი დავალოცინოთ და ხელზე რომ ვემთხვიოთ. გვერიდება. ეს რაღაცა ცრუ სისცხვილია და ვისი გერიდება?
ვინც შეზე ზრუნავს და ვინც მთელი ცხოვრება შენ მოგიწუნა იმასთან გერიდება რომ ხელზე ემთხვიო. სხვადასხვის ერთ-ერთი წმინდა მამის ცხოვრებაში იყო ესე რომ ჯარზე რომ ემთხვევიან ხოლმე და ერთ-ერთ ეს კაცი სულიერი კაცი იყო და არ მახსოვს ახლა სამწუხაროდ ვინ იყო სახელი, მაგრამ ხედავდა ადამიანების სულიერ მდგომარეობას და ერთ კაცს არ ამთხვევინა ხელზე. და აღმოჩნდა რომ ის კაცი თავის მშობლებს პატივს არ სცემდა. წადიო ჯერ დედას მოეფერეო ხელზე ემთხვიო და მერე მოდიო. თუ არა და შენი აქ მოვსვლა და ხელზე ემთხვია იქ ფარისევლობაა. ამიტომაც აი ეს არის და დილით რო ადგები უნდა ემთხვიო ხელზე, უნდა დაალოცინო თავი. მერე უნდა გაიხსენო, ესე იგი ადამიანის სამსახურში წახვა თუ ვიღაც უნივერსიტეტში თუ სკოლაში თუ სხვა. როგორ ურთიერთობდი ადამიანებთან, რამდენად გუწრფელი იყავი ამ ურთიერთობაში. იმიტომ რომ ქრისტიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი სწორედ გუწრფელობაა. გახსოვთ ნათანაელი რომ მაცხოვართან მიდის და რო ვერ იჯერებს რომ შეიძლება რომ გალილეიდან ნაზარეთიდან რამე სიკეთე იყოსო, მოციქულს რომ ეუბნება და მაცხოვართან მიყავთ და უფალი ეუბნება, უფალი რომ დაინახავს მისკენ მომავალ ნათანაელს, იტყვის რომ აი ჭეშმარიტი ისრაელელიო. ანუ ჩვენი სიტყვებით რო ვდგა, თქვა დღევანდელი გაგებთ, აი ჭეშმარიტი ქრისტიანი. და მე როგორ დაახასიათებს, რომელთანაც მზაკრობა არ არის. აი ვინ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი, ვისთანაც მზაკრობა არ არის. ანუ რა, გუწრფელია. აი ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანი. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ჩვენ თავს, რამდენად ვიყავით გუწრფელი, რამდენად ვექცეოდით სხვას ისე, როგორც ჩვენ გაგეხარდებოდა, რამდენად ვეუბნეოდით ისე, როგორც ჩვენ გაგეხარდებოდა, რამდენად ჩვენი ფიქრებით სუფთა იყო მოყვასთან მიმართებაში და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ უფლის მცნებას რომ შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი, დღის განმავლობაში არაერთხელ ვარღვევთ, არაერთხელ. და თუ ადამიანი აი ესე მთელ დღეს განიხილავს საღამომდე, ხშირ შემთხვევაში მე პირადად საღამომდე ვერ ჩავდივარ ხოლმე. სადღაც შუაგზაში ჩამეძინება ხოლმე. ესეც შემთხვევით არ არის, ეშმაკი ცდილობს რომ რაღაც სასიკეთოს ვაკეთებ. აი მით უმეტეს ახლა ვისაც უძილობა გაწუხებთ, დაიწყეთ დილიდან მოპევით და შეიძლება ბოლომდე ვერ გახვიდეთ. მაგრამ მეორე მხრივ ის პლანშეტი თუ რაღაც რო უჭირავს ადამიანს, ის აფხიზლებს. აფხიზლებს, ანუ ჩვენ ფსიქიკასაც აზიანებს. ანუ ბუნებრივად რომ უნდა დაგძინებოდა, ის კიდევ უფრო მეტად გაფხიზლებს და კიდევ უფრო მეტად გფიტავს. და აი ეს ფიქრები კი რაზეც ახლა ვამბობ, ეს ადამიანს სინანულში მოიყვანს და იფიქრებს, რომ აი ახლა მე რომ დღეს გარდავიცვალა ესეთ მდგომარეობაში, მე გადავრჩები, აი ღვთის წინაშე უნდა წავდგე. ღვთის წინაშე რო წავდგებით, იქ ჩვენი თავის მართლებები და საკუთარ თავს რო თავზე ხელს უსვამთ, არ ივარდებს. ამიტომაც აი პირუთვნელი სამჟავრო კაცმა თავის თავს თვითონ უნდა მოუწყოს. უნდა მოუწყოს ისეთივე სამჟავრო, როგორიც იქ ელოდება და იმას ვერ აცდება. როგორც მოციქული პავლე ამბობს, რომ ყოველი ჩვენგანი განცხადებად ვარ წინაშე საღდართა უფლისათა. ღვთის საღდრის წინაშე უნდა გავცხადდეთ და რაც უფრო ხშირად იფიქრებს ადამიანი ამაზე, მით უფრო მისი ცხოვრების წესი იქნება მოწესრიგებული. და ქრისტიანობა სწორედ არის ცხოვრების წესი და არა თეორიული რამ მოძღვრება. ცხოვრების წესია ქრისტიანობა. ან ხარ ქრისტიანი ცხოვრების წესი და ან არ ხარ. შეიძლება სხვაზე მეტი იცოდე ადამიანი, მაგრამ არ აკეთებ. მე იმაზეც უნდა დაფიქრდე და უშა თუ ის დღე არა სამსახურის, არამედ ტაძრის იყო, წირვის დღე იყო, რამდენად გულმოდგინეთ მოემზადე ამ წირვისათვის. რამდენად მოგრძალებით იყავით ტაძარში. ეხლა მაგალითად აი ზოგიერთი ჩვენგანი სამწუხაროდ არ ვიცი. აი რო იყვნენ ხოლმე დაბერდაო ამ საქმეში. ზოგი მრავალი წელია აქ არის. გინდა პატარა იყოს ბავშვი და გინდა დიდი, აი მრავალი წელია აქ არის.
აი რაღაცა მოკრძალება არ ემჩნევა. ზოგს ემჩნევა, ზოგი ძალიან მოკრძალებული. დადგება ერთ ადგილზე, მშვიდად მოусმენს იმ წიროლოცას. თუ ძალიან არ გაუჭირდა, არ დაждდება, თუმცა თუ დაждდება ისიც, ის მასაც მოგძალებით იზავს და ის კამიც იმიტოა ტაძარში, რომ მართლაც რომ გჭირდება, დაждდება, ესე იგი. ეს კამები არის ადამიანებისთვის. ადამიანები კი არ არის კამებისთვის, რომ მაინც და მაინც კამზე ვიღაც უნდა იჯდეს. პირიქით, ეს კამი არის ადამიანისთვის, რომ ადამიანს მიეხმაროს მაშინ, როცა მას ჭირდება. აი, როდესაც ბარძიმს გამოაბრძანებს მღვდელი, ძალიან დიდი მოგრძალებაა საჭირო, ფეხზე უნდა წამოდგეს ადამიანი. იქ, როდესაც ადამიანი ზიარებისათვის ემზადება, იქ, ესე იგი, გულში უნდა კიდევ როცულობდეს, ასე უნდა მიდიოდეს. თუ თავად არ ეზიარება, სხვას უნდა აცადოს, რომ ეს გააკეთოს. შეიძლება შენ არ ეზიარები, მაგრამ იქ მოგრძალებაა საჭირო, იქ მშვიდად ყოფნაა საჭირო. ესე იგი, ზოგჯერ ისეც არის, რომ ადამიანი ზიარებამდეც და ზიარების შემდეგაც ენას არ აჩერებს, ესე იგი. და ეს მერე სიმძიმეა ადამიანისთვის. ეს ცოდა უკვალოდ კი არ მიდის. აი, მაგალითად, წმინდა ამბროსი ოპტინელი ასეთ რამეს ამბობს. ტაძარში მოლაპარაკეთ, ღმერთი მწუხარებებს უგზავნისა. ეს დიდი ცოდაა, აი, ტაძარში რო ადამიანი ლაპარაკობს. ორი ადამიანი რომ ლაპარაკობს და მესამე რო ხელს უშლის, ხო უზნეობა. ხა ადამიანი თუ ღმერთს ესაუბრება და ღმერთი ადამიანს ესაუბრება და იქ ვიღაც ხელს უშლის. ეს უკვე უფრო მეტი შეცოდება. ამიტომაც აი ტაძარში როგორ მოვიქეცთ ამაზეც უნდა ვიფიქროთ. რამდენად მოგრძალებით ვიყავით. რამდენად შეგვეძლო რომ ზიარებამდე მისულიყავით და როგორ დავიზარეთ დაუშვათ და არ მივედით. შეიძლება წინა დღეებში სხვა რაღაცები ვარჩიეთ. საერთოდაც ქრისტიანისთვის შაბათის აღამოდან კვირა დილამდე სხვა საქმე არ უნდა არსებობდეს. მე არ ვამბობ ხა თუ ვიღაც ავადმყოფი და გაჭირებული გეგულება და იმას მიეშველები და იმისთვის შეიძლება ღამეც გაათენო და იშრომ. მაგრამ მე ვამბობ, აი ესე ჩვეულებრივ, ბუნებრივ პირობებში მეტი საქმე არ უნდა არსებობდეს. არც რამე ოჯახის საქმე, არც რამე სუფრა თუ ქეიფი არ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ეს უფლის დღე, მას უნდა შეწირო, მას ეკუთვნის. ჩვენი სულის გადარჩენის დროა ეს. ამისი სხვა რაღაცისთვის დახარჯვა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარ სულს ავნებს ამით. წმინდა წერილი ამბობს, უფალიო უწყალოა, ან უმოწყალოა მათთვისო, რომელთაც არ აღყონ წყალობა. ანუ ვინც თავისთვის არ არის მოწყალე, თავის სულზე არ ზრუნავს, უფლისგან რა წყალობას ელოდება. ამიტომაც აი ჩვენ როდესაც ამაზე ვიფიქრებთ, რომ ჩვენ ცხოვრობთ თუ არა ღვთისმცნებისამებრ, აღმოაჩენთ, რომ ჩვენ ბევრ რაღაცაში ვცოდავთ. ადამიანურ ურთიერთობებში, ღმერთთან დამოკიდებულებაში, საკუთარ სულთან დამოკიდებულებაში, ნივთებთან დამოკიდებულებაში. სხვადასხვა ახლა აი კი ჩვენ მორწმუნეები ვქვია, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ერთმანეთს არ უყურებთ ისე როგორც ღვთის ხატს. აი გუშინ წინ ქუთაისში ვიყავით ერთი ახალგაზრდა სვამდა ასეთ შეკითხვას. არ ვიცი ვაჟი იყო თუ გოგონა, მე ახლა წერილში არ ეტყობოდა და მშობლებიო, მისვლიანო ადამიანთან ურთიერთობასო, რომელიც გარეგნობის და მატერიალური მდგომარეობის გამო. ეს სხვათა შორის მორწმუნეთა შორისაც შეიმჩნევა. რომ აი ვიღაცას შეიძლება დაიწუნონ მატერიალური მდგომარეობის გამო. ან გარეგნობის გამო. აი მორწმუნეს რო ეს ეშლება, უკვე არ არის კარგი. ამიტომაც აი ჩვენ რამდენად ვართ ღვთისმცნებების შემსრულებელი.
ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მაცხოვარი ნახეთ ბოლოში მოციქულები რო ეუბნებიან. ვიღაც ხონდებაო მაშინ ვინ გადარჩება? დაუფალი ეუბნება, ესო კაცთაგან შეუძლებელია, მაგრამ ღვთისა მიერ ყოველივე შესაძლებელას. ადამიანის სულის გადარჩენა სწორედაც შეუძლებელია კაცთაგან. ადამიანი ვერ იცხონებს თავის თავს, მაგრამ ის რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისა მიერ არის შესაძლებელი. მაგრამ ადამიანმა თავისი ნება რომ გამოხატოს, ის უნდა გაირჯეს. მისი რწმენა, მისი სურვილი მის საქმეში უნდა ჩანდეს. ცდელობაში ქრისტეს მცნებებისადმი ერთგულებისა. იმიტომ რომ უფალი ამბობს, ვინც ჩემს ცნებებს დაიცავსო, ის არის, ვისაც მე უყვარვარ. ამიტომაც ადამიანმა უნდა იცოდეს მცნება ღვთისა. უნდა ცდილობდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე იცხოვროს და მერე უნდა აკვირდებოდეს საკუთარ თავს, რამდენად ვიცხოვრე ამ ცნების შესაბამისად. თუ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ქრისტიანულად ვიცხოვროთ. რომ აქ თავის მოტყუება არ ივარდებს. ყველას შეუძლია, რომ იცოდეს მცნება ღვთისა, ყველას აქვს სინდისი. და უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ რო ღვთის წინაშე წავდგებით, ჩვენი შვილები რო ღვთის წინაშე წარდგებიან, მეუღლე თუ მშობლები, აი რა გველოდება მერე იქ. აი ამაზე ხშირად უნდა იფიქროს ადამიანმა და ამაზე ფიქრი ბევრ რაღაცას ადამიანის ცხოვრებაში თავის კალაპოტში აყენებს. არ წუხარ მერე ისეთ რაღაცაზე, რაც უმნიშვნელოა. არ გადარდებს მერე ისეთი რაღაცა, რაც უმნიშვნელოა. არამედ უკვე აი რაც ნამდვილია და ჭეშმარიტი, იმაზე ფიქრობ. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ეშმაკსოს ჩვევიაო, ადამიანსო მნიშვნელოვანი უმნიშვნელოდ მოაჩვენოს და უმნიშვნელო მნიშვნელოვნად. ჩვენ რაღაცა წვრილმანებს, ნივთებს გამოვეკიდებით და მთავარი გვჩება უკან, სულის გადარჩენა. და ის ნივთები ცოტა ხანში მართლაც არად ჩასაგდები არ იქნება. ჩვენ რო ღვთის წინაშე წავდგებით, ვერც ადამიანი და ვერც ნივთები ვერაფერს ვერ გვიშველის. იქ ადამიანს უშველის ის, რა გზა გამოიარა თავად მან. როგორ ცდილობდა ღვთისმცნების ერთგულებას და თუ ვერ აკეთებდა რაღაცას, როგორ ნანობდა. როგორ იმედი ჰქონდა ღვთისა და ასე შემდეგ. ღმერთი შეგვეციოს და შეგვაძლებინოს აი ამ ახალგაზრდა კაცის ამები, რომ ჩვენც ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ უფალო, რომ სული გადავირჩინოთ. აი ეს შეკითხვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა და მე ვაკეთებ თუ არა იმას, რომ ასე სული გადარჩეს.